არის მხოლოდ 6 მილიარდ ნახევარს ლაპარაკი. საბოლოო ჯამში გათვლა, რომელიც Eagle Hills აქვს, ეს არის რომ დამატებით 10 მილიარდის მოზუწვის პერსპექტივა ჩდება, ხომ? ბევრს აბნევენ მაგ ფორმულირებით. ნუ გეშინიათ ხალხო, ბევრი ფული შემოდის. უბრალოდ ხალხმა უნდა გაიგოს შემდეგი რაღაცა. საქართველოს რო გაყიდო, რამდენი ფული შემოგვეცი? არ არის პრობლემა, კაცო, შენ თუ გაყიდი და შენ წახვალ და აქ არაბებს მიცემ ყველაფერს. ბევრად მეტი ფული შემო, რამე პრობლემა კი არ იქნება. ანაკლიის სპორტი, ფოთის სპორტი, ბათუმი, თბილისი, ყველაფერი გზა, რკინიგზა, ყველაფერი თუ არაბის გახდება, კაცო. რამდენი ფული შემოიცი? პრობლემა კი არ იქნება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ბევრად მეტი ფული შემოვიტანოთ, თუ მასე მიუდექით. ინვესტიცია მაგას შეიძლება ნიშნავს. ამ შემთხვევაში, ამ ვერსიაში მაგას ნიშნავს. ამ ვერსიაში ნიშნავს, რაღაცა ადგილი გაქვს ძალიან ნუგებიანი ქალაქის ასაშენებელი ზომის და მიყიდე არაბებს. თბილისსაც თუ მიყიდი, კაცო, ფული შენ რა გონია? შენ თუ ადგები და წახვალ და აგერ შენი იყოს, ჩემი მიწა და რაც გინე ისაკეთე და გზად შენი იყოს, რკინიგზად შენი იყოს, პორტით შენი იყოს და მე შენი მოსამსახურე ვიქნები, ეგრე თუ უთხარი, არ არის პრობლემა, კაცო. 10 მილიარდეს კი არ გაჩვენ.